ანდრომედიანელების გზავნილი 15 ნოემბერი 2015 წელი. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასდებოდა ძმებო. დღეს ჩვენ მოვიდით თქვენთან, რათა მოგვიყვეთ იმაზე, თუ როგორი ნაბიჯები უნდა გადადგათ, რათა თქვენი პლანეტის ახალ სიმკვრივეში გადასვლა გახდეს თქვენთვის უბუქი და უმტკივნეულო. ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ დედამიწის განწმენდის პროცესი მიდის სრული წინ და მისი არიდება უკვე შეუძლებელია. ერთადერთი რითი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის რომ მიმართოთ თქვენი ძალები იმაზე, რომ გადალახოთ ყველა საშინელი და დამანგრეველი კატასტროფები, როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური. ჩვენ შევეცდებით გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება სწორედ ამ დარგში, რადგანაც თავის დროზე ჩვენ მოგვიწია ამის გავლა. პირველ რიგში ჩვენო ძვირფასო დედამიწელებო, თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა. უკვე ეს შეიძლება გახდეს ათასობით სიცოცხლის გადამრჩენელი ფაქტორი. ჩვენ აგიხსნით, თუ როგორ ხდება ეს კონკრეტულ მაგალითზე. ის თუ რაც მოხდა 2 დღის წინ პარიზში, შეიძლება გახდეს ამის მშვენიერი მაგალითი. არ გავჩერდებით ამ ტერაქტის მიზეზებზე, რადგანაც აქ ყველაფერი ნათელია თუ გაიხსენებთ იმას, თუ როგორ მუშაობს სამყაროს კანონები. ჩვენ გსურს გავჩერდეთ იმაზე, თუ რა ხდება ადამიანებში და საზოგადოებაში ასეთ საშინელი მოვლენების შემდგომ. ჩვენ არ ვისაუბრებთ დაღუპულთა ახლობლებზე, რომლებიც გარეთ აფრქვევი ნეგატიური ენერგიების სხვა სასწარფოთილებას დაარსდა ტკივილის სახით. საუბარი მიდის იმაზე, ვისაც ეს მოვლენა პირდაპირ არ შეეხო. რა ხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც კითხულობენ ან უყურებენ ამის შესახებ რეპორტაჟს ტელევიზორში. დაზარალებულების მიმართ თანაგდობის გარდა ეს ადამიანები განიცდიან პანიკას და შიშს, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წუთს მათ ქვეყანაში, მათ თავს ან მათ ახლობლებს. თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს ბუნებრივი და ნორმალური ადამიანის გზნობაა. თუმცა ეს არის მესამე განზომილების ადამიანის გზნობა, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე, თუ როგორ მუშაობს სამყაროს კანონები და როგორი ნგრევითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ნეგატიურ ემოციებს თქვენი პლანეტისათვის. წარმოიდგინეთ თქვენი ლამაზი პლანეტა, რომელიც იხშობა ბოროტით მოსილი შავი გამონაბოლ ქვისგან, რომელიც მაღლა ადის ასტრალურ ფენაში. სწორედ ასე გამოიყურება შიშის პანიკისა და დარდის ენერგიები. ჩვენ ვიაზრებთ, თუ როგორი რთულია თავზე დამყარი ტკივილის გამკლავება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ იაზრებენ, რომ სიკვდილი არ არსებობს და არის მხოლოდ გადასვლა სხვა რეალობაში, რომლიდანაც გამოходით დედამიწაზე და რომელშიც სიხარულით ბრუნდებით, როდესაც გაივლით საჭირო გაკვეთილებს. რატომ საუბრობთ ამის შესახებ? ჩვენ ხედავთ და ვიცით თუ ახლა როგორ სწრაფად იცვლება თქვენი პლანეტის პარამეტრები, დრო და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ის რაც ადრე არ წარმოადგენდა ადამიანისთვის საფრთხეს, რადგანაც გაიწელებოდა დროში, ახლა თქვენთვის გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. საქმე ისაა ჩვენო ძვირფასებო, რომ ახლა თქვენი პლანეტა გაიწმინდა ძირითადი ტვირთისგან და უკვე აღარ არის მის სივრცეში ისეთი ენერგეტიკული მონსტრები, რომლებიც ითვისებდნენ და კვებავდნენ დედამიწას ყველა სახის ნეგატიური ენერგიებით. ახლა ადამიანისგან წამოსული ყველა სახის ნეგატიური ენერგია, ემოცია უბრუნდება მას, როგორც დაბადების წყაროს, რადგანაც მსგავსი ყოველთვის იზიდავს მსგავს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამ მექანიზმის მუშაობის თქვენთვის გასაგებად ახსნას. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ გაიაზროთ ყველაფერი, რასაც ასხივებთ ახლა სამყაროში, თითქმის მასშივე გიბრუნდებათ უკან. თუ ასხივებთ სიყვარულსაც სიკეთეს, ისინი გიბრუნდებათ ასმაგად, თუ ასხივებთ შისა და ტანჯვას, ესეც ასევე გიბრუნდებათ და ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელი სახით. ყოველ თქვენგანზე გამონაკლისის გარეშე დამოკიდებულია ის, თუ როგორი მოვლენები მოხდება თქვენს პლანეტაზე, ბედნიერი თუ ტრაგიკული. რა თქმა უნდა, წამიერად ვერ შეიძლება თქვენი ცხოვრება. ბევრი მოვლენა გაგრძელება ინერციულად, ჩართული მექანიზმი იმუშავებს. თუმცა გვერწმუნეთ, თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამ შეცვალოთ და ბევრი რამ გაუქმოთ საკუთარი აზრებით, ემოციებით და განზრახვებით. თქვენ ჭეშმარიტად ძლევამოსილები ხართ, როგორც სიკეთის ასევე ბოროტების კეთებაში. ამგვარად გააკეთეთ საკუთარი არჩევანი ჩვენო ძვირფასო და ძმებო. შეაჩერეთ ნგრევა და ტანჯვა. ავსეთ საკუთარი ცხოვრება სინათლე და სიყვარულით. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ გიხილოთ ბედნიერები. თანავარსკვლავედი ანდრომედის უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. სავნილი მიიღო მართამ, თან უნდა წაიგეთ ხუჭა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.